ისაც რეალურად აქვს ამ პრეზიდენტთან კითხვები, ის ხალხი თხოვლობს, რომ წარმომადგენლობისაგით 190 კაცი შეგვიშვით კი არ გეუბნება, 10 კაცი შეგვიშვით, 15 კაცი შეგვიშვით, არა, თქვი რამდენ შეუშვებ და შეგვიშვი, რომ ჩვენს დაგისვათ კითხვები რა. ეს უნდა გაიგოს ქართულმა ოცნებამ, რომ ეს კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს ჯალათებთან, უნდა დასრულდეს მკვლელებთან, უნდა დასრულდეს იმ ადამიანებთან, რომელმაც რეჟიმი შექმნეს ამ ქვეყანაში. ეს უნდა დასრულდეს. და უპირველეს ყოვლისა ეს უნდა გაიგოს დღევანდელმა ხელისუფლებამ. და თუ ამას ვერ გაიგებს დღევანდელი ხელისუფლება, ეს პროცესი მასაც გასავლელი ექნება. ამათგაციან სიაში არიან ყოფილი პოლიტპატიმრები, ჩვენ მივაწვით სიას და ალბათ იმედია დავისრულებთ. ჩვენ ის ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად მისმა რეჟიმმა შეიწირა სულად უმიზეზოდ ფაბრიცირებული საქმეებით და გაყალბებული მტკიცებულებებით ჩვენ წლების განმავლობაში მოგვიწია ციხეში ყოფნა. ამ ადამიანის დამსახურება, ეს ადამიანი დღეს თამაშობს, კიდევ აგრძელებს დემოკრატიობანას თამაშს. რეალურად ჩვენ ვიცით მისი კონტექსტი, ის არის უბრალოდ ძალაუფლებაზე შეყვარებული ადამიანი. ჩვენ ხედავთ, კარგით არ მოსულის პარლამენტში, რასაც ხედავთ, ეს არის მათი ცდელობა მოახდინონ მობილიზება თავის მომხრეების და საერთოდ ხელი შეუშალონ პრეზიდენტის გამოსვლას ეროვნულ პოლიტიკაშიც კი იქნება რაღაც მცირე ჯგუფების ორგანიზება იმისათვის, რომ მოხდეს პროვოკაცია, მოხდეს შეხლა-შემოხლა და შეხვედრა ჩაიშალოს, ან გადაიდოს ასე შემდეგ. მთელი პასუხისმგებლობა ამაზე კიდევ ეკისრება მთავრობას, ეკისრება პირადად ივანიშვილს, აქამდე ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრს, იმიტომ რომ ის რაც მზადდება პრეზიდენტის გამოსვლის წინ, არის აშკარა პროვოკაცია, ამ პროვოკაციას ავტორები მთავრობას. აქ უკვე ჩაერთვას თქვათ ოხლოკრატიული მექანიზმები და არ შეიძლება ქვეყანა ესე დაპირისპირებისკენ ატარო კვერცხის სროლელი ადამიანების მოძებნა არასდროს არ გაჭირდება საქართველოში და ეს უნდა ესმოდეს კონკრეტულად პირადად ბატონ ბიზინა ივანიშვილს და იმ ყველაფერზე რაც იქ ხდება და რაც მოხდება პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა ეკისრება მას მის ხელისუფლებას შინაგან საქმეთა მინისტრს ასე რომ მოუწოდებდი რომ ხელი აიგოს ასეთი ტიპის მართლობაზე კვერცხებით, აქციებით, აუზაურით, ჩხუბით, აგრესიით და საქმეს მიხედოს და ის დაპირებები შეასრულოს, რომელიც უხვად გასცა არჩევნებამდე მოსახლეობის წინაშე. ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ვერ წაართმევს საქართველოს მოქალაქეებს უფლებას მოისმინონ საქართველოს ქვეყნის პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში. ეს უფლება არის ხალხის და არ არის მონოპოლიზებული ქართული ოცნების დეპუტატების მიერ. ძალიან სავალალო არის, რომ ქართული ოცნება და პირადად ივანიშვილი ამას ეწინააღმდეგება გაუგებარი პროვოკაციების მოწყობით. ეს არის მიუღებელი, ამ პროვოკაციაზე პასუხისმგებელი არის პირადად ბიძინა ივანიშვილი. აქვს მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება, მაგრამ მე ბევრჯერ მithქვამს, ახლაც გავიმეორებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, ისე როგორც არასდროს არ ყოფილა ამ ქვეყანაში, იმისაც რომ არ დაუშვას მშვიდობიანი დემონსტრაციის ფორმიდან ამ აქციის გადახვევა. ამის იქით გასაგებია, რომ ისინი 9 წელია ებრძოდნენ ქუჩაში ადამიანების მიერ გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ადამიანებს აქვთ გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში და მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში. თუ სააკაშვილს ეშინია და მისი უსაფრთხოება ფიქრობს, რომ არ არის კარგად დაცული, მე მინდა დავარწმუნო, რომ ძალიან კარგად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ძალიან კარგად მუშაობს დღეს ყველა შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურა და კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მასაც უკვე საქართველოს მოქალაქეს და იმ უფლებამოსილებით, რასაც ის დღეს ასრულებს, ბუნებრივია, ექნება გარანტირებული, რომ იქნება მის მიმართ უსაფრთხოება დაცული. რაც შეეხება გამოხატვის სხვადასხვა ფორმას, თუ ადამიანებს პროტესტი აქვთ, ასეთი ძალიან ბევრი დააგროვა სააკაშვილმა მისი 9 წლიანი უსამართლო მმართველობის გამო, ჩვენ ვერავის ვერ აუგზავნებთ გამოხატვის პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში, მაგრამ ძალადობა არ იქნება წახალისებული.